როგორც კი გადაწყვიტა გულითა და ღმერთთან ურთიერთობას როგორც კი მოაგვარე, ანუ შემოbrunდები, ანუ უძღები შვილივით მიხვდები შენს გასაზიზღებას, შენს ღმერთობას, როგორც მე მივხვდი. აი ეს უდიდესი უპირატესობა მაქვს მე. მე მივხვდი ჩემს უკიდურეს გასაზიზღებას, რომლის მიზეზი ჩემი უღმერთობა და ამით იგზნობიარ. გამიგეთ, რა უნდა ამას? ღორი საჭმელი ენატრებოდა იმას უძღებშვილს და მიხვდა და როგორ მიხვდა? ადგა და მიატოვა ის და წამოვიდა მამისა. როდესაც აღარ გიხარია ჭამას, ამ ქვეყნიური გართობა, რო გაქებენ, აშრო გიკრავენ და რო არ გიხარია. მაგით უნდა მიხვდე, რო გიხარიან მხოლოდ ის, რაც გულში უფაქიზესა, სხვათათვის დაფარულად ხდება. ამით უნდა მიხვდე. როცა შია ან წყურია, სხვა ხდება, რო შენ შია და წყურია. თუ ხომ აღარ არჩი. ზივარ შენთვის რომ შია და წყურია, მაგრამ თუ არა ის რომ შია და წყურია. არიცით. ზუსტად ასევე. ქრისტიანს მერტი რო უყვარს, აღარ ჩანს ეს გარე. შეჭის ჩანს ეს ხოლმე. და როდესაც გაძლიერდება ეს სიმში, მე გადმოიღო. მე დაგეთყობა სიმშილი თუ გაგზავნა დიდხანს, დაგეთყობა ეს. ჩამოხვედი. თუ შეიძლება მოგდებიდებას. როგორ არ მიხვდები მაგას? რაც უნდა ამას, რაც უნდა თეორიული ახსნა. შენს გულში რა ხდება, არ იცი? თვალს მაქსიმის სწორედ იმიტომ ვარ, რომ გულში, აი, სახარებაში არ წერია? გულით არ მიღებენო, გულით ესენი ყველანი ღალატიანი, სიტყვით და გარეგნობით არიან, ხოლო ჩემს მიმართო კეთილი. საფლავებს გავხართ, თქვენ საფლავებსო, რომლებსაც გარეგნულად არ ამბობთო და რა არის საფლავები ბოლოს და ბოლოს? შიგნით არის ძვლები და ბაღარები და ბელები და სიმკრალეა შიგნით, გახსნილი გვამი. ამას გავხართ თქვენ, შიგნით შინაგანად გახსნილები ხართო და გარეგნულად იბრანჭებით. თუ ჩვენ არ ვეხება ეს ქრისტესის სიტყვები. ჩვენ არ ვეხება, იმიტომ რომ ჩვენ ლოცულობ, მარხულობ, კიდე რა სიკეთები ჩამოთვალეთ. ფულებს ვაგროვებთ, რაღაც საზოგადოება დავირქვით. ვის რაცუნდა ეს გარეგნულად? რაში გარგია? ეს არ არის ის საგზავი, რომელიც იქ გამოგადგება. ქრისტეს წინაშე ამით ვერ მოიწონეთ თავს. გინდა იჯერა და გინდა რა. გინდა დაემოსწავლეთ, დაემოწაფეთ ქრისტეს და გინდა დაემოწაფეთ. როდესაც გულში გაერთიანდებით ღმერთთან, მერე ფასი აქვს ყველაფერს. ანუ რა ისე გულში ღრმა ისე გადაწყვეტილება. და უკვე შეცვლილი ხარ, უკვე სხვა ადამიანი ხარ, შეგეთქობა უკვე. უკვე სულ სხვა რამ გახარეს და სულ სხვა რამ წინს, რიგითი აღარ ახარ უკვე. მაგრამ შეხედე რა ტრაზიანები ვართ, შეხედე რა საცოდავები ვართ. ვაი. გარეგნობა ხოლო და პირდაუბანელი არ იყო, თერმარილი არ, დასასმელი, ხალხი რა სიტყვის ჩემზე. ტელევიზორში როგორ გამოვშინდები ხალხის წინაშე როგორ გამოვშინდები. და ჩვენი გული ღმერთის წინაშე რო გაშიშვლებულია, ზეცის წინაშე გაშიშვლულია, ეს არ გვაინტერესებს. როდენდე ვიტყუო თავი. მართალი ვარ. ძალიან დავიწყე. კი ვარ დავიწყე, მაგრამ მე მგონი რას ვილაპარაკე, გულით ვილაპარაკე რა. ზარღვიანად. თავარი ეს. საკაცობრიო ხალხი ვარი.
ჩვენი ეროვნული სათქმევარია, ჩვენი პიროვნული სათქმევარია, ჩვენი რელიგიური სათქმევარია. თამაშობანი. ყველაფერი თამაშად გვექცა. ზერელები. გარეგანი. ფართფარცი. არ მინდა. ვარ ასეთი, მაგრამ არ მინდა. აზია აღარ დამისვასება კითხვას და ესეთი. არა, გავიგე. მაგრამ ამოწურავი ხო იყო? დიახ, ნამდვილად. პიროვნებას კი არ პიროვნების მიმართ კი არ არის ჩემი ეს მგზნებარება. არამედ ამ გასაზიზღრების მიმართ. ცოდვილი კაცი კი არ მძულს მე. ცოდველი მძულს მე. ჩემის და სხვისიც. როგორც ცოდვა ასეთი, ანუ როგორც უღმერთობა ასეთი. თორე ადამიანი მესოდება. ვერ მიყვარს, ვერ ვიტყვი ახლა რომ მიყვარსო და ეს. მესოდება. შვილო, ეს უდიდესი საქმეა, მაგრამ თუ აქ გულში არ არის ის თავარი საქმე, გადაწყვეტილება მიღებულება, ღმერთის გულისთვის. შენ თავი გაწირება, ღმერთს ეკუთვნოდა. ვერ მიხვდი? მაშინ ფასი აქვს. როდესაც შენ გულში ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და როდესაც შენთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, შენ წარსაგიმრავე თუ რას გაიგეთებ, რას იზამე. როდესაც არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, რა დავალებას მოხსენს შენ ღმერთი. ფულების მოკრებას და იმ რაღაცა სასიკეთო ეკლესიების აშენების დავალებას მოხსენს თუ უბონის პედავა დაგნიშნავს. ხო? განავლის სამერად გახსენს. ყოფილა ბიბლიაში თუ ვიღაცა საკუთარი განავალი აჭამა. ხო ყოფილა ეს რაღაცა, შეიძლება არ ყოფილა, თქვენ შენზე უკეთესით ბიბლია. ხო? რასაც დაგავალებს ღმერთი. შენთვის მოსულეთი იქნება. ოღონდ ღმერთის მორჩილებაში. და შენ რო არ გაუსვამ ხაზს. შენს კეთილ საქმეებს. არამედ შენ ხაზს გაუსვამ შენს ბოლო საქმეებს, შენს ცოდებს. რეკლამასავით ასე სულ გამოფენაზე გექნება შენი ცოდები და არა შენი ფულების მოგროვება და არა შენი კეთილი საქმეები, როგორც თქვენ ახალწელად ჩამოთვალეთ. მაშინ კეთილია ერთული საქმეები. დაფარული, როდესაც არ იცის მარჯვენამ დასაკეთებს მარცხენამ. როდესაც ეს შენთვის კეთილი საქმეები როგორც სუნთქვა ისე გახდება. რო სუნთქავ, ახლა ტრაბა ხო მაგითი, რომ მე სუნთქავ. რა ასიკეთია შენთვის და ასიკეთე, თორე აქ ამონასუნთქი ხარი გროვდება და ჭურჭი და ნაგავი გროვდება. შენი სუნთქვა სხვისთვის არაა, მანამ ეს ასულები. ხო ასია, მით უმეტეს ჩაკეტულად არის. განიევებასა და საფრთხე. მაგრამ შენთვის კეთილია, შენ ცოცხალი ხარ და სუნთქავ, გული რო გიცემს. შეგიძლია იტრება ხო რომ მე გული მიცემს. ჰა? რა არის სატრაბახო? მაგრამ ადამიანი რო ხარ, უკვე სიკეთეა ეს. რადგანაც რო გაგაჩნდა ღმერთმა, თვითონ თქვა, კეთილია ეს. ადამიანი არის კეთილი. თავისთავად გუნებით. ოღონდ ღვთის მორჩილებაში იყო, ოღონდ ღმერთს ეკუთვნოდა და მაშინაა კეთილი ყველაფერი ადამიანის. ოღონდ თვითონ უგაუსვამს თავის პირად სიკეთეს ხაზს. არამედ უნდა ჩათვალოს რომ ყველაფერი ღმერთისგანაა, თვითონაც ღმერთის იარაღია. ეხლა მერსედესი ძვირფასი მანქანაა, ხო? მერსედესი მანქანა რო ამოიდგას ენა და თქვას აი რა მაგარი მანქანა ვარო. იაპონურ მანქანებს ზოგი ვარო. ხო? ვინა მანქანა ის მისი დამპროექტებელი და ინჟინერი არის მაგარი, თორე მანქანა რა კინაა და ვედა. ზუსტად ასევე ჩვენ ციხავართ. ჩვენი დამპროექტებელია მაგარი. შეხედეთ როგორ წავიდა წინ ტექნიკა, როგორი რობოტები არსებობს. აზროვნებენ, ჭადრაკს ამეშვებენ, ხო? კეთილ საქმეებს აკეთებენ. და იმათ რომ დაიწყო ნახა ტრაბახი, მე ჩვენა ვართ, რაცა ვართ. ხომ არის ასე ფანტასტიკური ესენი ნაწარმოებები და ფილმები, როდესაც ესენი მაღალ ინტელექტს შეიძენენ და ადამიანებს ებრძვიან და თავის რაღაც ამდაგვარი, ხო? ანომალია, სხვასი, რომ
ტექნიკა, რობოტებმა დაიწყო ტრაბახი. ჩვენავად ასავარდო, რა თქვა. რა სიკეთეა მაგრამ? დამპროექტებული სიკეთეა, ადამიანის სიკეთეა. ხოლო ადამიანი კიდე რო დაიჩემებს სიკეთეს. ესეც ისეთივე ანომალიაა. რა სიკეთეა ჩვენ და ღმერთმა შექმნა ჩვენ. მართალი ვარ თუ არა? გასაგებია თუ არა? ჰა? ალბათ. რამდენს მეუბნები აქ რომ მოდიან? ხო მოვლენ დაიდებიან და აი იმ აზრით მოდიან რომ ვიღაცა ბერი ყოფილა მლოცველი ის ილოცებ და მე კარგად ვიქნებ და წავალ. რა რეგვენის ვიქნები ის რეგვენი დავშები კლავას. ოღონდ ჯანმრთელი ვიქნები ისე. ეს ჯანმრთელობა რა ის გამო დავკარგეთ? უღმერთობის გამო. აი ეს არ გინდა გამოვასწოროთ. ღმერთს რომ დავშორდით და კიდევ შორდებით და ზუსტშევწეული რომ დგავართ, ეს არ გინდა გამოვასწოროთ. მამის გამო რომ ჯანმრთელობა რომ დავკარგეთ, ეს კი გინდა გამოვასწოროთ. მოვიდა ჩემთან კაცი და მეუბნება, ერთი დიდი უნგრელი კაცი იყო და მამაო მიშველე, ილოცე რამე რომ გავჯანმრთელდე ყავასო. რადგანაც ერთი 5 კაცის ნორმას ჭამდი ერთ ჭამაზეო. შხიბრის მომდროდი ხავსო. აგარი დამტველი ვიყავი. ეხლა ავად გავხტიო, მუცელი მტკივაო, კუტენ მტკივაო. მიშველე რამეო რო ყავას მაგარი ვირო იყო. შეხედე ზუსტად ასია ყველა ადამიანი, რომელიც ყველა ჯანმრთელობას ითხოვს და ვერ განიცდის იმას, რომ მისი ჯანმრთელობა იმიტომ შეიყვანო, ღმერთს ასინდა, რომ გასაზიზრდა, სულიერად რომ გასაზიზრდა. და მეუბნები